ბაჩო ახალაია სახლი ალყაშია მოქცეული, განსაკუთრებული მობილიზება აქვს სამართალდამცველების, ისინი ამ კორპუსის შესასვლელს იცავენ, აი აქ არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ჩვენი ინფორმაციით ძალოვანი უწყების სხვადასხვა დანაყოფები იმყოფებიან უშუალოდ შიგნით, ზუსტად არ ვიცით რა სპეცოპერაციას ატარებენ, რას გეგმავენ, ცოტა ხნის წინ გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 7 საათზე ჩაინიშნა საგანგებო ბრიფინგი, რას უკავშირდება ეს ბრიფინგი, უკავშირდება თუ არა ამ სპეცოპერაციას, ჩვენთვის ეს დეტალები უცნობია, ჯერჯერობით არ ვიცით, შეგიძლიათ გითხრათ რა სპეცოპერაციას ატარებთ, რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ეს გითხარით. ბაჩო ახალაიასთან ხართ სახლში შესულები? მისი დაკავება იგეგმება, შეგიძლიათ გითხრათ? თქვენ რომელ დანაყოფს ხელმძღვანელობთ? თუ შეიძლება ინფორმაცია მოგვაწოდეთ, დაახლოებით 9 საათია უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს. ბაჩო ახალაიასთან ხართ სახლში შესულები? რატომ არ გვეუბნებით არაფერს? შესაბამისი სამსახურები თქვენ ხართ ადგილზე და ჩვენი ინფორმაციით სპეცრაზმელებით შიგნით იმყოფებიან ახლა და რა ხდება, დაკავების სპეცოპერაცია მიმდინარეობს? რა საგამოძიებო მოქმედებებს ატარებთ? აი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არაფერს არ გვეუბნებიან, თუმცა საინტერესოა ისიც, რომ ამავე კორპუსში, სადაც თავდაცვის ექს-მინისტრი ცხოვრობს, ასევე მურთაზ ზოდელავად ცხოვრობს, თუმცა ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე წუთის წინ მურთაზ ზოდელავას მეუღლეს და როგორც მან გითხრა, მასთან ბინაში არ არიან შესულები ძალოვანი უწყების თანამშრომლები, დიდი ალბათობით ისინი ბაჩო ახალაიასთან იმყოფებიან ახლა ბინაში, არ ვიცით რა გეგმა აქვთ გეკა გელაძის უწყების წარმომადგენლებს, თუმცა საინტერესოა ისიც, რომ 4 ოქტომბრის საქმის ფარგლებში ბაჩო ახალაია უკვე იყო დაბარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე, ამ საქმის ფარგლებში ასევე დაიბარეს დაახლოებით 2 თვის წინ მისი მეუღლეც, ახლა რას გეგმავენ არ ვიცით, თუმცა განსაკუთრებული მობილიზება აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების, სუსიც არაფერს არ გვეუბნება დეტალებს, რას უკავშირდება ის ბრიფინგი, რომელიც მოულოდნელად ჩაინიშნა 7 საათზე საგანგებო განცხადება გაკეთდება მამუკა მდინარაძის სამსახურში. ჩვენ ვრჩებით ბუნებრივია ადგილზე.